Fusion-ს აქვს ძალიან მაღალი შეფასება. პატარა დაზიანებას წინა მძღოლის მხარეს ფანტასტიკურად უმაღლესი შეფასება აქვს დაწერილი. რაზეც დაბალი შეფასება აქ არის headlights, ანუ წინა მაშუქები, ჩასარჭობიო არისო, ცუდად გაკეთებულიო. ესო, ღვედისო. განათება არ უარგაო რა, დანარჩენი საკაიფო ავარიის დროს ძალიან დაცული მანქანა ყოფილა. მოდი ახლა მოვიდა ჩემი ნამდვილი მანქანის დრო. შეფასებები უსაფრთხოებაში იგივეა, რაც შენთან, ყველაფერი. ნახე headlight-ებზე, ნატურებზე რა საინტერესო რაღაცერია. ორნაირი ნატურა აყენია. არის LED-ები, რომელიც კარგიაო და არის ჰალოგენები, რომელიც არ არის კარგიო რა. ამაზე LED-ები აყენია. 2020 წლიან Hyundai Elantra-ს აქვს თურმე 7 airbag-ი. ჟოშკები. ამას მართლა არ მოველოდი ძმაო. შეხედე, წინა მცირე დაზიანებაზე შეფასება მძღოლის მხარეს აქვს M-ი. ვაფშე ყველაფერში წითელია. ამანქანით არიანო მოუყდები სადღაც. დო რესტაილინგას უფრო მაღალი შეფასება აქვს, ანუ 2008 წლიანს ვიდრე რესტაილინგს. შენ 96-იანი ნახე, იმენა ალმატურაა ძმა. მე მგონი თანხმდებით, რომ Fusion-ი გადის პირველზე, Hyundai გადის მეორეზე და ეს გადის მესამეზე. ერთ რაღაცაზე შევთანხმდეთ რა. ანუ 12 წლიანი მანქანა რო 19 და 18 წლიანი მანქანის ფასი ღირს, მაგაზე ვთანხმდებით. ანუ გატყუებენ, გაპოლებენ შეჩე.